უარყოფითი ემოცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და ჩვენ ვიღებთ უარყოფით ინფორმაციას ყველა წყაროდან. დაწყებული ტელევიზია, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ. ეგეც არ გაგვიკვირდეს, რომ უარყოფითი ინფორმაციის მიმართ ბუნებრივი მიდრეკილება აქვს ადამიანს უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ანუ ვიღაცას ლიფტი რო ჩავარდა, იმიტომ ვარ ყურადღებით, რომ მე არ ჩამივარდეს ლიფტი და კაი ინფორმაციის მიმართ შეიძლება გავატარო ვიღაცა კარგად რო არის, ეგ არ მაინტერესებს. ეს იციან პატივცემულებმა ჟურნალისტებმა და ამიტომ ყველა სათაური, ჯერ მარტო სათაურებს რო გადახადოთ, უკვე ცუდად გახდებით. აი ახლა გადაშალეთ და ნახეთ სათაურები, მეტი რო არ წაიკითხავთ, ხო? მუდმივად დატვირთვა არის უარყოფითი. ახლა ნახეთ რა ხდება. ეს უარყოფითი, რადგან თქვენთან ახლოს შეიძლება არ იყოს კავშირში, ანუ ეს აღწერს რაღაცა უბედურებას სადღაც. თქვენში ემოცია როგორც კი გამოიწვია და ფსიქიკა როგორ მუშაობს, ის მუშაობს აქტუალური ამოცანების გადაჭრაზე, რაც მისთვის აქტუალური არ არის, ეძლევა მივიწყებას ან შეუმჩნევს, ყურადღება არ מחვილდება. მაგრამ ნახეთ რა ხდება, ემოცია ხო უკვე გამოიწვია. მაგრამ თქვენ დაგავიწყდათ წყარო, რამ გამოიწვია, რჩება განცდა ემოციური და დადიხარ და რიშფოთვა გაქვთ თქვენთან ვერ გაიყვევიათ. არა და იმან უკვე შეცვალა ეს ფიზიოლოგია. აი ინფორმაცია. ამიტომ ერთ-ერთი მეთოდი, ერთ-ერთი ვარიანტი, მარტივი ვარიანტი, თქვენ თვითონ მოაერიდეთ უარყოფით ინფორმაციას და დაანებეთ ისეთი წყაროებში, ასე ვთქვათ, ქექვას, რომელიც თქვენ არაფერს არ გაძლევთ გარდა ნეგატიური ემოციის.